ამინ სახელითა მამისათა დადისათა და წმინდისა სულისათა აზდა მარადის და უკუნთი უკუნისამდე ამინ გელოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს სულთმოფენობა მოგიხსენებათ აღდგომიდან 51 დღეს მოხდა სულიწმინდა გარდამოვიდა ცეცხლოვანი ენებით ხილულად და დაადგრა მოციქულებს ეს არის ერთ-ერთი გარდამტეხი მსოფლიო ისტორიაში და ესე ამბობენ რომ სულთმოფენობა არის დასასრული ჩვენი გამოხსნისა და ვერაფერს ვერ ექნებოდა ისეთი შეწევნა მიუხედავად იმისა რომ მაცხოვარი იშვა ევნო ამაღლდა ცხოვრობდა რომ არ გარდამოსულიყო სულიწმინდა ძველად თქმაში აშკარად ისა აორებს ისა და ცოტა დაუწერეთ ხმა ნიჭო ეს ძველად თქმაში აშკარად ჩანს მამა და ფარულად მაცხოვრის შესახებ არის სწავლება ახალად თქმაში აშკარად ჩანს მაცხოვარი და მინიშნებას აკეთებს სულიწმინდაზე 51 დღეს ხილულად გარდამოდის სულიწმინდა და მოციქულებზე როგორც წმინდა მამები ამბობენ მამამ დანერგა რწმენა ძემ გამოგვიხსნა ჩვენ ხოლო სულმა წმინდამან აღაშენა ეკლესია რომ არა სულიწმინდის მადლი ქრისტიანობა არ იქნებოდა დებოდა ძმები იმიტომ როგორც იოანე ოქროპირი ამბობს მოციქულები გარდამოსვლამდე სულიწმინდის გარდამოსვლამდე მიუხედავად იმისა რომ გაიზარდნენ მაცხოვართან და ყველაფერი იხილეს და თვითონ სასწაულ მოქმედები იყვნენ შეშინებულები და დაბნეულები იყვნენ დამალულნი და იმალებოდნენ ჰურიათაგან სულიწმინდის გარდამოსვლის შემდეგ ეს აბსოლუტურად სხვა ადამიანები იყვნენ ვითარცა ლომნიო ისე გამოვიდნენ სარბიელად და ქადაგებად და მოინადირეს მთელი სოფელი. რომ არის სულიწმინდა ჩვენ არ წმინდა წერილი გვექნებოდა, იმიტომ რომ მაცხოვარ მართალია მოციქულები ისმენდნენ მაცხოვრისგან, მაგრამ შეუძლებელი იყო ასეთი სიზუსტი, ასეთი სისავსით გადმოცემა ყველაფრისა იმისა, რაც წერია სახარებაში. სულიწმინდის გარეშე შეუძლებელია ყოფილიყო ეკლესია და მასში საიდუმლოებები, რომელიც როგორც ამბობს მაცხოვარი აღაშენა, კლდეზე აღაშენა, რომელსაც ვერაფერი ვერ შეარყევს და საბოლოოდ ვერ გაანადგურებს. ამიტომ ეს ცვლილება არის მოქმედება სულისა წმინდისა, მოციქულებისა. და მართალია სულიწმინდის მადლი გადამოვიდა აღაშენა ეკლესია, ცხოვრობს ეკლესიაში და ყველა საიდუმლოებაში, რომელიც აღესრულება სულიწმინდის მადლით აღესრულება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს არ არის მისი საბოლოო დანიშნულება, მისი მთავარი მიზანი. ერთადერთი მთავარი მიზანი, რისთვისაც გარდამოვიდა სულიწმინდა, ეს არის რომ ადამიანის გულში დამკვიდრდეს ის. და ადამიანის გული აღამაღლოს ღმერთთან და განწმინდოს და დადრგუნოს მასში ის დაბუდებული დემონი და ეგოიზმი. მაგრამ როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, სულიწმინდის მადლი მიუხედავად იმისა, რომ ნახეთ რა სასწაული ქნა მან. როგორ განამშვენა ეკლესია, როგორ განავრცო ეკლესია, როგორ აღამაღლა ქრისტიანობა ყველა ფილოსოფიაზე, ყველა სწავლებაზე მაღლა. როგორ განადიდა წმინდანები, როგორი ძალით შეიმკო ეს ადამიანები, როგორ განამშვენა ადამიანი და გააკეთილშობილა. მიუხედავად ამისა, ადამიანის გარეშე სულიწმინდა არაფერს არ იქმს. თუ ადამიანმა გულის კარი არ გაუღო სულიწმინდის მადლს, ის არ შემოდრის და არ დრგუნავს, არ ძალმომრეობს ადამიანს. ამიტომ მთავარი არის, როცა ვხედავთ
ასეთ მადლს, ასეთ წყალობას, ასეთ სასწაულს, მსოფლიო ისტორიაში გამოვლინებულს, ჩვენს შევერთეთ ამ სურვილს, ღვთის სურვილს, იმიტომ რომ ღვთის სურვილია იხილოს ყველა ადამიანში სულიწმინდის მადლი. რამე თუ ამბობს წმინდა წერილი, რომ თქვენო ხართო ცოცხალი ტაძარი ღვთისაო. ესე იგი, ცოცხალი ტაძარი ღვთისა, რომელიც უფრო მეტია ქვის ტაძარზეო. ესე იგი, ადამიანი არის ცოცხალი ტაძარი, რომელშიც უნდა სხოლოს სულიწმინდის მადლი. და ამიტომ უნდა შეეცადოს ადამიანი, რომ განეწმინდოს მცირედ მორწმუნეობისაგან, ბოღმისაგან, ცოდვისაგან, ეგოიზმისაგან. იმიტომ რომ თუ ეს ამას არ ებრძვის ადამიანი, თუ ამას არ ათავისუფლებს მისი გულისაგან, თუ არ არის აღჭურვილი ლოცვითა და რწმენით ადამიანი, მაშინ რჩება ის განახლების გარეშე. ქრისტიანობა მართლაც დიდი სასწაულია, ჩვენ შეიძლება გვწამდეს, ხედავდეთ სასწაულებს და ვიცოდეთ კარგად თვისება, მაგრამ განახლება არ მოხდეს ჩვენ. და რა აზრი აქვს მაშინ? რა აზრი აქვს მაშინ ჩვენს ქრისტიანობას? განახლება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანის გული, მისი გონება ეძებს ღმერთს, სულიწმინდის მადლს, ეძებს, უყვარს და ყველაზე წინ აყენებს მას და მისი სწრაფვა არის აქეთკენ. როცა მისი გული იღება ღვთისათვის, ამ ღვთაებრივი სიყვარულისათვის. ამიტომ დღეს, რა თქმა უნდა, უპრიანია დავასრულოთ ჩვენი სიტყვები საოცარი ლოცვით. მეუფეო ზეცათაო, ნუ გეშინეს მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ, ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნე სულნი ჩვენი ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ ყველანი და შეგეწიოთ